ნაწილზე საშინაო ვითარება ამერიკის გასული საინტერესო დინამიკა აქვს და რას გამოყოფთი? პირველ რიგში რაღაცნაირად მინდა რომ ასე ვთქვათ დავაკავშირო აი უკრაინის თემას დავაკავშირო. ტრამპმა წამოიწყო მისმა კაბინეტმა ძალიან საინტერესო პროცესი. რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენ სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით ლიბერტარიანულ იდეებით განსწავლულ საზოგადოებაში, საუბარი არის იმაზე, რომ კორპორაცია ინტელის 10% გადავიდა ამერიკის მთავრობის სახელმწიფო საკუთრებაში და ახლა არის საუბარი კიდევ რამოდენიმე მსხვილი კომპანიის და უკლებლივ ყველა არის თორსებ სამ კომპანიაზეა ლაპარაკი ჩამოთვლი Lockheed Martin-ი, Boeing-ი და General Dynamics მე მგონი. ანუ ყველა არის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული კომპანიები, Lockheed-ი და Boeing-ი ნამდვილად მახსოვს. და მე მგონი General Dynamics-ი იმათი აქციები პრინციპი გასაგები, ხო? ხო. და როდესაც დაიწყო მისი კრიტიკა, როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, სხვათა შორის მარჯვნიდან უფრო მეტი კრიტიკა აქვს, დემოკრატები ნაკლებად აკრიტიკებენ ამ ნაბიჯს. როდესაც დაიწყო კრიტიკა, მან ძალიან საინტერესო ის დაიდო, რა ქვია, საფუძველი ამ ყველაფრის. ესე იგი, იმ სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებით, რომ ამ ნაბიჯით სახელმწიფო სტიმულს უკეთებს, რომ პირველ რიგში ამ კომპანიებმა საბრძოლო მასალების მიაქციოთ ყურადღება, საბრძოლო მასალების ინდუსტრია ააღორძინონ და განავითარონ. ლაპარაკი არის ერთჯერადი გამოყენების საბრძოლო მასალებზე, ჭურვები, რაკეტები და ასე შემდეგ. მიაქციოთ ყურადღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ქართული ამდაზე გვეუბნება, მულო შენ გეუბნები, ზალო შენ გაიგონი. ხო, რისთვის კეთდება? სულ გაუთავებელი ეს პრობლემა რო იყო, რომ აი ეს 155 მილიმეტრიანი გუნთავდა აღარა გვაქვს, აუბიცები არა გვაქვს, ის არა გვაქვს, ეს არა გვაქვს, რაც მართლაც ესე იყო, აი ამ დეფიციტების აღმოსაფხვრელად არის პირველ რიგში. ყოველ შემთხვევაში ასე არის დეკლარირებული. ამას არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა ძალიან უარყოფითად უყურებდეს, მე ასე უარყოფითად არ უყურებ. ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი. 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კრიზის შედეგად უფრო სწორად, თუ გახსოვთ, სამი ამერიკული ავტო გიგანტიდან ორი გაკოტრდა. Chrysler და General Motors-ი გაკოტრდნენ. Ford-მა აი ძლივს შეინარჩუნა, ასე ვთქვათ, ფინანსური დამოუკიდებლობა და რაც შეეხება ესე იგი General Motors-სა და Chrysler-ს, იქ გამოსავალი ორი სხვადასხვანაირი გამოსავალი ინახა. Chrysler-ი უბრალოდ გაიყიდა, კორპორაცია Fiat-მა შეისყიდა. Fiat-ი და შემდეგ ახლა ერთ დიდი ესეთი Stellantis-ი ქვია, ახლა ესეთი დიდი სუპერ გაერთიანება, რომელშიც ფრანგი მწარმოებლებიც Peugeot და Citroën შედიან. და ხოლო General Motors-ი გადაარჩინა, თუ გახსოვთ, ობამას გადაწყვეტილება იყო, General Motors-ი შეისყიდა სახელმწიფო. ფაქტურად უზარმაზარი ფული დაიდონა, კი? ხო, ოღონდ, ესე იგი, სწორად რო გვესმოდეს, ეს იყო რაღაც ერთჯერადი დახმარების პაკეტის, ესე იგი, გამოუშვეს აქციები, დამატებითი აქციები, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ და შემდეგ ეს აქციები გამოტანილი არის სტოკ მარკეტზე ისე. სტოკ მარკეტზე, კი, ბირჟაზე. ხო, ანუ აი იმ მომენტში, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ General Motors-ი გადაარჩინა, იყიდა ფაქტიურად, იყიდა, მაშინ სახელმწიფოს წილი იყო თუ არ ვცდები სადღაც 90%-ის ფარგლებში. დღეს არის ჩამოსული სადღაც 50%-ის ფარგლებში. ხო, ნუ გაიყიდა ეს აქციები. ხო, ნელ-ნელა ეს იყიდება, ეს ხო. მე რაღაცა ვერ ვიხსენებ,
ასე ვთქვათ, გოდებას და ვაებას, რომ რატო გადაარჩინა General Motors-ი სახელმწიფო. ნუ ამერიკისთვის ხო არის რაღაცა სიმბოლოებია რა. არის რაღაც სიმბოლოები. ყველამ ვიცით, ბავშვობიდან ვისაც გვაინტერესებდა. თორე ახლა უტვინო კოდს ეს არ აინტერესებს და არის ეგეთი ცნობილი გამონათქვამი იყო, ხო? რაც სურს General Motors, იგივე სურს ამერიკას. ხო. ეს ცნობილი გამონათქვამი. ამიტომ არის რაღაცა სიმბოლოები, ხო? ისევე როგორც ამერიკა ვერ დაუშვებს მაგალითად სიტყვაზე ვამბობ Coca-Cola-ს გაკოტრებას, ხო? რაღაცა სიმბოლო არის რა. ამიტომ ჩემი აზრით ტრამპი აქაც თან მიდგომა ზუსტად ესეთი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, სტოკ მარკეტზე გამოვა ისევ ეს აქციები და ეს არის პირველადი, ესე იგი ერთჯერადი ესეთი დახმარება, რათა ამ კომპანიებმა თან მიაქციეთ ყურადღება, ეს არის სამხედრო მრეწველობის კომპანიები, რომელთა პროდუქციის ექსკლუზიური მყიდველია პრაქტიკულად სახელმწიფო. ფაქტურად სახელმწიფოსთვის მზადდება მათი დიდი არა, ისინი გარეთაც ყიდიან, რა თქმა უნდა. და ისევ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ისინი ამ კონტრაქტებს ვერ დებენ, ხო? სრულიად გასაგები მიზეზების გამო. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი არის გასაგები. მით უმეტეს ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ამერიკა და დგება, რომ ეგეთი რაღაც საჭიროა რა. ელემენტარულად საჭიროა, ხო? ამერიკული სამხედრო მრეწველობა უნდა გაცოცხლდეს და დადგეს ფეხზე ძალიან სწრაფად. თუ გვინდა მოხდეს ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ყველა ერთად ვოცნებობთ. ეს ერთი ამბავი, რაც მინდოდა მეთქვა, ჩემი აზრით საინტერესოა და ხო, მნიშვნელოვანია სხვაებთან იცი რა. სხვაები უფრო, ასე ვთქვათ, გამოდის გარეთ და სინამდვილეში ესეთი სერიოზული სხვები არ არის რა, ეს უფრო სერიოზულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ. კიდევ ერთხელ მივაქცევ თქვენს ყურადღებას. გუშინდელ მთავრობის ხტომაზე ტრამპმა ისე თქვა, როდესაც გადაუარა თავის კომენტარში ლავროვის აი განცხადებას, ხო, სულ ბულშიტი უწოდა რა, ლავროვის განცხადებას. მან იქვე თქვა, რომ ასე თქვა, ჩვენ ვიომებთ, თუმცა ვიომებთ ეკონომიკურად და ეს ეკონომიკური ომი რუსეთისთვის დამთავრდება სავალალოდ. და პარალელურად აკეთებს ასეთ ნაბიჯებს აძლიერებს სამხედრო მრეწველობას. ზუსტად მიდის იმ სქემით, რა სქემითაც მიდიოდა რეიგანი. მე რამდენჯერ ვამბობ ამის შესახებ, ხო? მეორე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ კვირის განმავლობაში განხორციელდა, ეს არის ორი, ასე დავარქვათ, რეპრესიული ნაბიჯი. ერთი ეს არის ჯონ ბოლტონის ჩხრეკა ბინაში. შეგახსენებთ, რომ ჯონ ბოლტონი იყო უშუალობის დარგში მრჩეველი ტრამპის, რომელიც ხო პირველი პრეზიდენტობისას, რომელიც ტრამპმა დაითხოვა და დაახლოებით 1 წელი იყო, მე მგონი არც კი, დაითხოვა და ამის შემდეგ ბოლტონი იქცა ტრამპის სერიოზულ კრიტიკოსად. ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი გაჟონვა, საინფორმაციო გაჟონვა, რაც ხდებოდა პირველი პრეზიდენტობისას შემდეგაც იყო დაკავშირებული ამ ფიგურასთან. ხო. და როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა ხდება ეროვნული უშუალობის საბჭოს აპარატიდან, ვიზეც არ უნდა იყოს ეს ამერიკულ ჟურნალისტზე იქნება თუ ცოლზე თუ შვილზე თუ დაკავზე. ხო, ამას ქვია, ეს არის სერიოზული კრიმინალური ქმედება, რომელიც უმკაცრესად იჯება. ჩვენ არ ვიცით ჯერ ყველა დეტალი, მაგრამ თუ ბოლტონი ხილებული აღმოჩნდა ასეთ საქმიანობაში და თქვენ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ძალიან სერიოზულად ეს ადმინისტრაცია განსაკუთრებით მეორე კადენციაში აი როიტყვიან დიდი ცელით დასდევს აი ასეთ გაჟონვებს, რომ არ ხდებოდეს არასანქცირებული გაჟონვა ადმინისტრაციის გეგმების შესახებ ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით სტრატეგიული მიმართულების. დაახლოებით ამავე ოპერიდან არის გენერალ კრუზის დათხოვნა სამსახურიდან, რომელიც იყო სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი.
როგორ აიცი ცოტა კომიკურიც არის, რატო არის კომიკური? იმიტომ რომ ეს ის გენერალია, რომელმაც შეადგინა ანგარიში ირანთან ომის შემდეგ, რომ თითქოს ამერიკული დარტყმები სამიზნეებს, ესე იგი, იმ სამიზნეებზე არ იყო განხორციელებული შეტევა, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო. ხო. ეხლა ისმის კითხვა. შენ თუ სამხედრო დაზვერვა ხარ. ეს სამიზნეები ვინ მიცა მაშინ იმ თვითმფრინავებს? ზუსტად. ესე იგი, რა გამოდის, რომ შენ დაწერე, შეადგინე მოხსენება, ხო? სადაც დაწერე, რომ მე ვარ იდიოტი. ფაქტურად ეგ გამოვიდა, ხო? ესე იგი, თუ ის სამიზნეები არ განადგურდა, მაშინ რატო მიეცი ეს სამიზნეები? ხო, შენი საქმე ხო ეგ არის, რომ ხო. თუმცა მადლობა ღმერთს ამ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, რომ სამიზნეების განადგურების ეფექტურობა დაადასტურა ამ შემთხვევაში ისრაელის დაზვერვამაც, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაინტერესებული იყო, ბუნებრივია, ხო, რომ ის სამიზნეები განადგურებული იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში სწორედ ისრაელისთვის იყო საფრთხე. ამიტომ, ესე იგი, ეს არის რაღაცა ძალიან უცნაური ქცევა, ხო? ბუნებრივია ბადებს ეჭვს, რომ შენც, ესე იგი, რაღაცა პოლიტიკური კონიუნქტურისთვის აკეთებ ამას, აბრისთვის აკეთებ. და თუ შენ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის აკეთებ ამას, გიჭირავს ასეთი პოსტი სამხედრო დაზვერვის მეთაური ხარ, მაშინ კეთილი ინებე და წადი და ჩადიქი აი მათ რიგში, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის აგერ ელოდება პოლიტიკურ კონიუნქტურაში მონაწილეობისთვის შეიძლება ძალიან სერიოზულად ჩასხდნენ და არც თუ ისე მცირე ვადით. ლაპარაკი არის FBI, CIA-ის და სხვა სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელებზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ამბები და ბოლოს მინდა თქვა ერთიც შიდა ამბები ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესო. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ ამერიკის დროშის დაწვისათვის ერთწლიანი პატიმრობა იქნება. ძალიან უცნაური განკარგულება არის, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ამის თაობაზე არსებობს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება. ხო, ნუ მათ ეს აქტი კონსტიტუციურად მიიჩნიეს როგორც სიტყვის თავისუფლება და ნუ აქედან გამომდინარე მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს კი. სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. მე ასე კარგად ვერ ვერკვევი ამერიკულ იურისპრუდენციაში შევეცდები გავერკვა და თუ მივიღე რამე ინფორმაცია შემდეგ შეხვედრაზე მოგახსენებთ არ ამგონია რომ ტრამპმა და მისი იუსტიციის სამინისტრომ არ იცოდა უზენაეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად რაღაცა იურიდიული არსებობდა როგორც ჩანს რომ ასეთი განკარგულება გამოეცა. თან განკარგულება ეს ეთყობა მაინც გადის იმაში რაღაც ადმინისტრაციულს უფრო უნდა უკავშირდებოდეს ვიდრე სისხლის სამართალს. ადმინისტრაციულ პატიმრობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ პრეზიდენტს ესე განკარგულების ანუ კანონიც არ არის, განკარგულება არის რომ და განკარგულების საფუძველზე ასეთი რაღაცის გაკეთება კაცი ციხეში გაუშვა, უბრალოდ განკარგულების საფუძველზე მე ეს არ მესმის ცოტა რა. უფრო მგონია რომ ეს არის ადმინისტრაციული წესით რაღაცა გარკვეული პენალტი, ჯარიმა, რომელიც იქ მაქსიმუმ 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაღაც ეგრე უფრო მგონია. ავტომატურად ეს კანონის საკითხია აქაც რა და ძალიან ისე ნელ-ნელა გაიყო. გარდა ამისა არის კიდე რაღაც მომენტები ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და იქ წესრიგის დამყარება, იქ საინტერესო ვიდეოები ქვეყნდება, როდესაც ყველა ის ვისაც ლიბერალები ძახიან რომ მათი უფლებები რღვევა, ისინი ტარს უკრავენ ტრამპს და უნებიან ეგ იყო ძალიან სასაცილო. კი, ჟურნალისტები რომ ტიროდენ კი არა, ხაოდენ რომ რა დიდი მადლიერი ვართ, იმიტომ რომ აგერ ჩვენც ჯარცვალენ, გვცემენ ისა და აი კი ძლივს.
თქვენ ისინი არ იყავითო მარტო იმაზე რო ეკითხებოდითო, რა ქვია, ბაიდენს მარტო იმაზე რო ეკითხებოდით, როგორი ნაყინი გიყვარსო და რო გეუბნებოდათ ვანილისო მეორე თავში ამის მერე შეკითხვა აღარ ქონდათო იმას. ხო, ძალიან საინტერესო მომენტ შეეხე ორი სიტყვით ვიტყვი და დავასრულებ. ესე იგი, ძალიან საინტერესო აქ არის ის, რომ ერთ კვირაში აღიკვეთა მძიმე დანაშაული. ერთ კვირაში აღიკვეთა პრაქტიკულად მძიმე დანაშაული ვაშინგტონში. და დემოკრატებმა შეარჩიეს აბსოლუტურად უტვინო ტაქტიკა, მე თუ მკითხავთ. აბსოლუტურად. ესე იგი, ხო, იმის ნაცვლად რომ ხარი დაუჭირო, ხო? აბა რა, ეგეთ რაღაც უნდა აყვე კაც. უჩის დანაშაულზეა ლაპარაკი, ხო? გამოდიან, ესე იგი, მათი ნარატივითთან გამოდის, რომ ცუდია რა ქუჩის დანაშაულთან ბრძოლა. ეს ნებისმიერ საზოგადოებაში წამგებიანია. ვერაფრით ვერ გადაეწყვნენ, ჯერჯერობით ვერაფრით ვერ გადაეწყვნენ. მე არ ვიცი, ნუ რასაპირებენ, როგორ არის. ძალიან ელოდებიან ნიუ-იორკის არჩევნებს. იმიტომ ეს მამადუდ მამდანი თუ რაღაცა უნდა ეს გახადო ქალაქის მერი. მგონი ეგეც ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. ნახოთ, მივყვებით, შევხედავთ. ბევრი რამ საინტერესო და ესეთი მნიშვნელოვანი ხდება. დიდი მადლობა ლევან, დიდი მადლობა მაყურებელს, ბევრი იყავით. მოიწონეთ, გაავრცელეთ, მოგვეხმარეთ პლატფორმის განვითარებაში და მომავალ ოთხშაბათამდე. ნახვამდის.